მე მას მივესალმები, თუ კი ესმის ჩემი ხმა, მე ჯერ ვერ ვხედავ მას. თაზო, მოგესალმებით, მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა საუბარი დავიწყო დღევანდელი დღის მთავარი განსახილველი საკითხით, რაც შეეხება თეა წულუკიანის და შემდგომ უკვე ირაკლი კობახიძის განცხადებას. იცით, ერთის მხრივ ქართული ოცნება და თავად წულუკიანი კომისიის ხდომებზე მუდმივად ამბობდა, რომ სამხედროები არ არის ქართული ოცნების სამიზნე, მათ გასამართლებას არ აპირებს და მათი მიზანი არის პოლიტიკოსების საქმიანობის, მათი ჩართულობის თუ როლის შესწავლა ომში და დღეს უკვე მკაფიო განცხადებები გვესმის ერთის მხრივ ანწუხელიძეზე და მეორეს მხრივ კობახიძის აი ასეთი მკაფიო პირდაპირი ნათქვამი, რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. ეს ამართლებს თუ არა კომისიის მიზანს, რომ პოლიტიკური პარტიები გააუქმოს, ეს ხომ მათი მიზანი იყო. მოგესალმებით რუსო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ჩვენ რეალურად სამწუხაროდ ვუყურებთ ბოროტების და ღალატის ბანალიზებას. ფაქტობრივად ჩვენ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ნელ-ნელა სისტემურად, მეთოდურად ეს როგორც ეხერხება ძალიან კარგად რუსეთის იმპერიას, იმიტომ რუსეთის იმპერია მრავალსაუკუნოვანი კოლონიზატორული იმპერია, რომლისთვისაც ჩვენ მრავალსაუკუნე კოლონია ვიყავით, მოახერხა და საქართველოში მოახდინა რუსეთის როგორც მტრის ბანალიზება და ჩვენ ეს სიტყვები არ არის უბრალოდ, ამიტომ ვამბობდი მაგალითად იგივე მეც და ჩემი კოლეგებიც ველოდა, რომ 9 აპრილს პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და ოფიციალურ კომუნიკაციაში დაფიქსირებული უცხო ძალა. ეხლა დღეს იმის თქმა, რომ ანწუხელიძე გმირი კი არ არის, ვიღაცის პიარზე უაზროდ შეწირული ადამიანია. მთელი აი ეს სიბინძურე, რაც ყველა ადამიანის თავში პირველ ეფექტს, რასაც იწვევს, ეს არის შოკი, ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური, ცერებრალური მექანიზმი, რომ ესე მუშაობს, მაგრამ ნელა და ნელა მოხდა აი ამ ყველაფრის ბანალიზება და ჩვენ დღეს დავინახეთ ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთის მხრივ მთლიანად ახდენს საქართველოს ცნობიერების, მეხსიერების განადგურებას და მეორეს მხრივ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რომ ის ქმნის ავტორიტარულ სახელმწიფოს. აქამდე რაღაცები იყო შეფარული რუსო. ეხლა ეს არ არის შეფარული, ხო? შენ წარმოგიდგენთ რამ ხელა ეს კულტურული შოკია ნებისმიერ დემოკრატიაში. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და ამიტომ რაღაც ეს ინსტინქტები მარტივად მოგვიჩლუნგეს აი ამ რაღაცა მოწყვლადობის გამო ჩვენი თავისუფლების და დემოკრატიის. შეხედეთ ღიად და პირდაპირ ეთერში გვეუბნებიან, ოღონდ გადავალ სამხედრობის ნაწილზეც მე პირდაპირ ეთერში გვითხრა ეს, რომ ჩვენ შევქმნით კომისია, ეგრეთ წოდებული ჩეკას მიზანი ეს იყო დროებითი საგამოძიებო ის იყო, რა ვთქვათ, დროებითი ორგანო იყო, რომელსაც რევოლუციის მტრები უნდა გაენადგურებინა, შექმნეს დროებითი ორგანო, რომელთაც თავის წარმოდგენაში აი ამ რაღაცა თავისი ძალაუფლების მტრებად ვისაც თვლიან და მის ძალაუფლების მტრები რა თქმა უნდა არიან ყველა ამ ქვეყნის პატრიოტები და ის პარტიები, რომლებიც ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა დემოკრატია და ყველას გვეუბნებიან ერთად, რომ და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ამათ გავაუქმებთ, ან ჩვენ კომისია შევქმნით, რომ ესენი გავაუქმოთ. ნებისმიერი მიზანი ამართლებს საშუალებას, ასე ეძახიან და უნდათ ახლა ჩვენი გაუქმება, მაგრამ ამის პარალელურად აქ ხო ლაპარაკი ეს ხო ტყუილია თან, რომ მარტო ამისთვის უნდათ, კი ცალსახად ამისთვის უნდათ. მაგრამ ამავდროულად უნდათ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება. საქართველო ეს არ არის გაგრძობადი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ქვეყანა რუსო. ჩვენ არ აგვაქვს სახელმწიფოებრიობის სამწუხაროდ უწყვეტი სახელმწიფოებრიობის ისტორია. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც მოახერხა იმპერიათა გზაჯვარედინზე ძალიან რთულ გეოგრაფიულ განლაგებაში გადარჩენილიყო მისი მეხსიერებით. ჩვენი მეხსიერება არის ჩვენი რელიგიური კუთვნილება, ქრისტიანობა არის ის, რაც გვხვდება ევროპულში. ჩვენი მეხსიერება არის ჩვენი ენა. ენა თავისი კონსტრუქციით, იმ სიმდიდრით, რაც ამ ენაზე დაიწერა ქართული ენით და ჩვენი მამულით, ხო, ეროვნული იდენტობით და ეროვნული იდენტობას გმირები ქმნიან, ხო? ეკლესია არის ქრისტეს ეკლესია, ენა არის ქართული ენა და ქართული დამწერლობა და ჩვენი მამული ეს არის ჩვენი გმირები, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობის ისტორია არ გაგვაჩნია უწყვეტი. აი აქ პრობლემა მაქვს და ჩვენი გმირები არიან ამ მეხსიერების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი. ხო, აი ამ ენა მამულის არწმუნება. ილიას ამტრიადის მთავარი მონაწილეები, რომ საქართველო და ქართული იდენტობა დგას ამ გმირებზე, როგორც დგას ქრისტიანობაზე და როგორც დგას ქართულ ენაზე. და დღეს ანუ მეხსიერებას ებრძვიან. გმირზე გეუბნება, რომ ბანალურად ვიღაცის პიარისთვის მკვდარი კაციაო. ამას კლავს და რას ქვია გენერლებს არ ეომებიან. გენერლებს კი არა, მეგობრებო, სამხედროებს კი არა, ქართულ იდენტობას ეომებიან.
ჩვენ ვამბობთ და ესეც არის, ხო ეს ყველაფერი სინამდვილეში ყურადღების გადატანა არის. ყურადღების გადატანა არის, მაგრამ პარალელურად არის ისტორიის მეხსიერების წაშლის მცდელობა. ქართული ქრისტიანობა დაანახო ქართველ კაცს უკუღმართულად, როგორც ამას ესენი აკეთებენ, ქართული ენა წაბილწო და თქვენ ხედავთ ამას არ აქვს გათვლა რომ რაღაც დღეს ყურადღება გადაგვიტანოს და სხვა თემაზე გვასაუბროს, არამედ უფრო შორს მიმავალი გეგმის ნაწილია დღეს თუნდაც ეს განცხადებები რაც გაკეთდა. ორი პირი აქვს ამ დანას. ერთის მხრივ ეს არის რომ საზოგადოება თავარი პრობლემებისგან გადაატანოს ყურადღება, მეორე ეს არის მეთოდური სისტემური ბრძოლა იმისთვის რომ ამ ქვეყანამ აი ილიას ჭავჭავაძის ტრიადა დაივიწყოს და შესაბამისად ვექტორი რომელსაც ისინი ურევენ და ვექტორი ბუნებრივად ხო როდესაც ვამბობთ რომ ენა მამული და სარწმუნოება ჩვენთვის ძვირფასია ჩვენ გვესმის რომ მივდივართ სწორი მიმართულებით ევროპისკენ როგორც არ უნდა ეგონოს ვინმე ჭკუას უსწრო რომ იქ რაღაცა პრობლემებია ევროპას თვითონ თავისი პრობლემები აი ეს ჭკუას უსტური აზრი რო ვინმე არ დაიჯეროს სინამდვილეში როგორც არ უნდა იყოს ჩვენი ადგილი იქ არის ქრისტიანობაში ანტიკურ ხანაში დღევანდელობაში ევროპა არის და ეხა ვექტორს გვირევენ მიგვათრევენ რუსეთისკენ წულუკიანის ნაირი ღვარძლის ბოროტების და სულიერი სიბინძურის განსახიერება ეს მართლა ჯალათი და ჩეკისტი შთამომავლობით ჩეკისტი რომელსაც უნდა რომ საქართველოს მეხსიერება გააქროს და ეს ესე მარტივად არ ქრება ოღონდ რატომ აქვს ეს განცდა რუსო შეხედეთ შეიძლება თუ არა აი ერთი კითხვა მაინც მინდა რომ დაგისვათ აქ ანწუხელიძის თავად ანწუხელიძე იყო თუ არა გამოყენებული ისევ პოლიტიკური რაღაც პოლიტიკური ინტერესისთვის ეს ბუნებრივია ასეც მოხდა უბრალოდ აი მაგალითად ირაკლი ყობახიძის განმარტება უფრო ბევრს ამბობს თავის თავში ის ამბობს რომ შესაძლებელი იყო გმირები ყოფილიყვნენ ცოცხლები რომ არა დაკვეთა რომელიც სააკაშვილმა შეასრულა ომის დაწყება სააკაშვილის რეჟიმს უკავშირდება რაღაცნაირად მთავარი სათქმელი ეს ხომ არ არის და გამოყენებული ანწუხელიძე ამისთვის თუ თქვენ ხედავთ ამას რომ რაღაც მეხსიერების წაშლა განზრახ ხდება და ანწუხელიძეც განზრახ ამისთვის გამოიყენეს სამასე არაგველების საფლავზე წასაწერი ოთარ ჭილაძის ცნობილი ფრაზა გამახსენდა ეხა. სამასე არაგველი რა ომშიც დაიღუპნენ, ის ომი განწირული იყო, ის ბრძოლა განწირული იყო მარცხისკენ. და ოთარ ჭილაძის ცნობილი ეპიტაფიაა, რომ მე ვისურვებდი წამეწერა სამასე არაგველის საფლავზე, რომ ეს ომი განწირული იყო წაგებისთვის, მაგრამ მონებად არ მოვკვდებოდით. გმირობა ეს არის, მეგობრებო, გმირობა არის იმისთვის თავგანწირვა, რომლის ბოლოშიც კარგი სიმედი არ აქვს. გმირობა ეს არის საკუთარი სამშობლოს სიყვარული, იდენტიფიცირება ამ სამშობლოსი, როგორც განუყოფელის შენი სულის და შენი ცნობიერების და ამისათვის აი ამის უნარი რომ ამისათვის თავი განწირო. ეს არის სამშობლო. რა თქმა უნდა ირაკლი ყობახიძეს ეს არ ესმის. რა თქმა უნდა ირაკლი ყობახიძეს ამის გატანა უნდა რაღაცა ყოფიერებით სიბინძურეში უნდა ეს ყველაფერი წაიღოს თითქოს ის ვიღაცების ოჯახებზე ზრუნავს. ვის ოჯახზე ზრუნავს? კაცი რომელმაც 350 ადამიანი აწამა უკანასკნელი თვეების მანძილზე. ვის ოჯახზე ზრუნავს? ეს არ არაობა. ვინმე სხვა არ ჯერა იმის რომ ვინმეს ოჯახზე ზრუნავს თეა წულუკიანი. არსება რომელიც თავის სისხლით და ხორცით მტერია ყველა ქართველი ოჯახის. იმიტომ რომ ჩეკისტია, ერთი ტყავის პლაში აწვია და ჩვეულებრივი ჩეკისტია. ოჯახებს აწყვიტავს რომ იცეთ საშუალება. ოჯახებს ამოუწყვიტავს ადამიანებს რუსეთისთვის. ამიტომ წეხან თქვი ერთი რამე და მნიშვნელოვანია ეს. რატომ გონიათ, შეხედეთ, რატომ აქვთ განცდა და რატომ გონიათ რომ შეუძლიათ ამის კეთება და შეუძლიათ რომ ყურადღება გადაიტანონ ამ თემებით საზოგადოების და საზოგადოება ვერ დაფიქრდეს თავად პრობლემებზე. იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ გაჭირვებულ ქვეყანაში რუსთან აი ამ სიმბოლიკიდან ერთით რომელიც აი მართლა შემაძრწუნებელია მაგრამ ადამიანებს შეიძლება აი ეს ინსტინქტები ერთ მხრივ ეს ინსტინქტები აცოცხლებს მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ცხოვრობთ ძალიან გაჭირვებულ ქვეყანაში ჩვენ ბოლო წლების მანძილზე ვიმეორებდით ერთ და იგივე ფრაზას რომ 300,000-მდე ბავშვი შიმშილობს ბოლო სტატისტიკა მარჩვენა რომ 300,000-მდეს კი ვეღარ ვიტყვით 400,000-მდე უნდა ვთქვათ იმიტომ რომ რიცხვი იმ ბავშვებისა რომლებიც
ბავშვის ასაკის მქონე ადამიანებისა, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო შემწეობაზე, ქართულ სახელმწიფოს გაიზარდა 385,000-მდე. უკვე 400,000-მდე ბავშვი შიმშილობს ყოველწლიურად ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, რომელშიც 3,3 მილიარდი დოლარი შემოდის ყოველწლიურად ჩვენი ემიგრაციის ხარჯზე ქვეყნის გარედან 10 მილიარდია, 10 მილიარდი დოლარი ამ ქვეყნის ბიუჯეტი და მის ფაქტურად მესამედი ბიუჯეტის კი არა, აი ამ მესამედი ოდენობის თანხა ბიუჯეტისა შემოდის საზღვარგარეთიდან ჩვენი თანამემამულეების ემიგრაციის ფულია ეს და ამით სულგმულობს ეს ქვეყანა. ეს არის ქვეყანა, რომელშიც კორუფციის გამო ყველაფერი უფრო მეტი საუბარი გვიწევს თქვენ რა პრობლემებსაც ჩამოთვლით, ამაზე მეტად საუბარი გვიწევს. ბუნებრივია ქართული ოცნება ერთის მხრივ ბევრ რესურსსაც ხარჯავს, რომ საინფორმაციო დღესასწრიგი მას ჰქონდეს ხელში და ასევე როცა ამ ტიპის განცხადებებს აკეთებს, ეს ვერ დარჩება ყურადღების მიღმას, ყურადღების გადატანაზე როცა ვსაუბრობთ. მაგრამ რა ამოცანას გისახავთ? ქართული ოცნების პოლიტიკა თქვენ გიცვლით თუ არა სტრატეგიაში რაიმე გეგმას, რომ ყურადღება არ გადაატანინოთ? ანუ შესაძლოა ეს ძალიან რთული ამოცანა იყოს ოპოზიციისთვის, როცა მოწინააღმდეგე ამდენი ამ დოზით რესურსის მქონეა, თუმცა თქვენ რა ამოცანას გისახავთ? ეს მაინტერესებს. ახსენეთ ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა ოცნების მხრიდან, თქვენ რას ხედავთ საკუთარ მისიად? ეს ბრძოლა რთული, ეს ბრძოლა მარტივი არაა, ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რუსულ ავტორიტარიზმს, რუსულ ჩექმას ვებრძვით, პატარა საქართველოს პატრიოტები. ვინმეს თუ განცდა აქ ცოტანი ვართ ამ ქვეყანაში, არა, ცოტანი არა ვართ, ამ ქვეყნის 86%-ზე მეტი ვართ, ვინც ამბობს ყველა კვლევაში, რომ ევროპა უნდა. ჩვენ მეტნი ვართ პატრიოტები, ოღონდ ძალა, რომელსაც ვებრძვით, ეს ძალა რუსეთია. თეა წულუკიანი არის რუსი. შეხედეთ ის კაცი, რომელმაც საქართველოში აღასრულა მონარქიის დამთავრება, აი ერთი ისტორიული ექსკურსი და პირდებით მეტ ისტორიაზე აღარ ვლაპარაკებ, დღევანდელობას ვიტყვი. ის კაცი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის სახელით და საქართველოს სამეფო ოჯახის გაყვანა ევალა ამ ქვეყნიდან, ეს კაცი იყო გენერალ-მაიორი ციციანოვი. ქართველი იყო, ციციშვილი იყო და დედოფალი მარიამი იყო მისი ბიძაშვილი. გიორგი მე-12-ის მეუღლე. საკუთარი ბიძაშვილის მოსაკლავად თუ არ გამოყვებათ მოკალითო, ესე უთხრა ჯარისკაცებს რუსეთის არმიის. ესეთია ბუნება სამწუხაროდ, ესეთი ციციანოვები, ესე იგი იაშვილები და სხვები არსებობენ. არსეთია წულუკიანი, ასეთია კობახიძე. შეხედეთ, ესე გამოიყურებოდა ვორონცოვი, მეფის ნაცვალი იყო ამ ქვეყნის. კობახიძე ესე არ გამოიყურება, ეს მუნდირი არაწვია, მაგრამ სულით ხორცამდე არის რუსი მეფის ნაცვალი, ისეთივე როგორიც იყო ვორონცოვი. მისია ძალიან რთულია, ჩემო რუსო, ის რაც დღეს დასახული გვაქვს, იმიტომ რომ ავტოკრატიაში გადავწყვეტეთ, რომ რუსეთს ვებრძოლოთ. ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ხო პოლიტიკური ექსპერტები არა ვართ, მე ამ ანალიზს არ დავიწყებ, ამაში დროს არ დავხარჯავ. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ესმის რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ის გასაჭირი გვესმის საზოგადოების 90%-ს აქვს და მეტს გვესმის ეს. ოღონდ თან უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყანაში ცნობიერებას ებრძვიან პატრიოტებს და ქართულ ადამიანებს ებრძვიან. ქართველი ადამიანი რატოა 700,000 კაცი ისევ სოციალურად დაუცველი ამ ქვეყანაში? მარტივი კითხვა, რატო არის ის ადამიანები, ეხლა ჩვენ ვიყურებენ ფაქტიურად რეალური მოსახლეობის ამ ქვეყნის მესამედი, რატო არის სოციალურად დაუცველი და რატო ვერ გამოდის ამ ყველაფრიდან, როდესაც მთელი სახელმწიფო პროპაგანდა უკვე წლები ამბობს ორ ნიშნას. კი ბატონო. რომ ესე აწყობს რუსს, უნდა რომ ქართველი 700,000 ქართველი იყოს 300 ლარის მომლოდინე. ესე აწყობს რუსს, ესეთი საქართველო უნდა. რუსს უნდა საქართველო, რომლიდანაც 2000 უნდა დავასრულოთ. 250 წავიდა ამ ქვეყნიდან. 250,000 ადამიანი ხალხო, მილიონზე მეტი ადამიანია წასული ბოლო წლის მანძილზე, ბოლო 10 წლის მანძილზე ამ ქვეყნიდან. ეს არის კატასტროფა. და კატასტროფის გამოსახულება ეს რუსული საღორე მოვიშოროთ, უბრალოდ უნდა გავაგდოთ აქედან. ძნელი იქნება, ბრევრნი უნდა ვიყოთ, შვიდობიანად უნდა ვიდგეთ და მწვავედ მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ცვლილება და ეს ახალი არჩევნები ქართულ ოცნება ამ ახალ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. ამიტომ საჭირო მწვავედ თაზო უნდა დავასრულოთ. გადაბარების შედეგად, შვიდობიანი ხელისუფლების გადაბარების შედეგად დროებით მაგ კეთილი, მადლობა. მადლობა თაზო დათუნაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე